ანდრია პირველწოდებული სახელობის ტაძრის მშენებლობა უკვე 3 წელია მიმდინარეობს. საკათედრო ტაძარი ჭიათურის ცენტრში შენდება. ჭიათურა საჩხერის ეპარქიის მღვდელმსახურებს მშენებარე ტაძართან არაერთი პარაკლისი აქვთ გადახდილი. ტაძრის მშენებლობა პირადად კათალიკოს პატრიარქმა აკურთხა, მაშინ ეს ადგილი ხალხს ვერ იტევდა. საქართველოს პატრიარქი თავად მონაწილეობს წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის საკათედრო ტაძრის საძირკვლის კურთხევაში. ვართ რომ დღეს ვაკურთხებთ საძირკველს დიდი საკათედრო ტაძრის თქვენ ცხოვრობთ ისეთ ადგილას, სადაც განვითარებული იყო უძველესი ქართული კულტურა. ჩვენ უნდა შევინარჩუნოთ ჩვენი სარწმუნოება მართლმადიდებელი, ჩვენი ენა, ქართული ენა, ქართული კულტურა. გაქვთ თუ არა ინფორმაცია ჭიათურაში საჩენდება ანდრია პირველწოდებულის სახელობის ტაძარი? არა. არის ის ამ აი კულტურის სახლის ტერიტორიაზე იქეთ უკან. არ ვიცი შვილი. რაიმე ტაძარი შენდება ახლა ჭიათურაში თუ გაქვთ ამაზე ინფორმაცია? არც ეგ არ ვიცი. არა. ჩვენ მიერ გამოკითხული მოსახლეობის ნაწილი ტაძრის მშენებლობასთან დაკავშირებით ინფორმირებული არა. ამავდროულად უნდა აღინიშნოს, რომ მშენებლობა საკმაოდ ნელი ტემპებით მიმდინარეობს. ეს ტაძარი რომელიც შენდება, ჩემთვის არ შენდება. მე შეიძლება ამის დამთავრებასაც ვერ მომესწრო. ეს ჩემი ქალაქის არის და მიხარია რომ მე ვდგივარ სათავეში და ვაშენებ აქაურობას. ამჟამად ტაძარზე სამუშაოები მეორე სართულზე მიმდინარეობს. მშენებლობაზე 20 ადამიანია დასაქმებული, მათ შორის 14 სამხედრო სავალდებულო სამსახურს იხდის. მშენებლობის ხელმძღვანელი დეკანოზი მამა ამირან მოდებაძეა, ის მოსახლეობის უყურადღებობას უჩივის. გასაკვირი არ არის, რომ ტაძრის მშენებლობა ძალიან ნელა მიდის. პირველ რიგში რომ ქალაქი ყურადღებას მართლა არ აქცევს აქაურობას. არ მახსოვს ახლა რამდენიმე ადამიანის გარდა, 1-2-3 ადამიანის გარდა ვინმეს ერთი სადილი მაინც მოეტანო საქმე, მაგრამ მაგასო თავი დავანებოთ, ქალაქი გაჩერებულია. მშენებლობაზე დასაქმებულებს ყველანაირი სამუშაო შესრულება ხელით უხდებათ. ხელით ხდება ეგრეთ წოდებული ბეტონის მომზადება და საშენი მასალების მეორე სართულზე აზიდვა. დეკანოზი ამბობს, რომ შესაბამისი ხელშეწყობის შემთხვევაში ამ დროის განმავლობაში გაცილებით მეტი საქმე გაკეთდებოდა. ხელშეწყობა რო ყოფილიყო, გუმბათი უკვე დადგმული იქნება. ჩვენ მასალებიც გვიჭირს. ეხლა ფიცარი არ ქონდა და ტრესტის მენეჯერი კი არ არის, ვისაც მესაკუთრე ვინც არის, ებრაელი კაცი არის. იმასთან ვიყავი მისული განცხადება დაუწერე, ვთხოვე კრანი, ფიცარი, ბლოკი ვთხოვე. და იმ გას არ დაფიქრებულა, პირდაპირ დააწერა ჰოკეი ზედ. კიო, ჩუქნიო. მე არ ვიცი ებრაელი კაცი ეკლესიის მშენებლობაზე გვეხმარება და ქართველები, ქრისტიანები იმალებიან და თავდაპირველად ტაძრის მშენებლობის პროცესში საკუთარი წვლილი ჯორჯიან ამერიკანელოისის მუშა მოსამსახურეებსაც შეჰქონდათ. ამჟამად მათი მხრიდან თანხის გაღება აღარ ხდება. თუმცა ყოველთვიურად გარკვეულ თანხას მშენებლობისთვის ჯორჯიან ამერიკანელოისის ჭიათურის სამთო გამამდიდრებელი კომბინატის ადმინისტრაცია გასცემს. თუმცა ის მშენებლობისთვის საკმარისი არაა. როცა დავიწყეთ, ძალიან სწრაფად და კარგადაც მიდიოდა მშენებლობა. მაშინ ჯორჯია მარგარიტის მუშა მოსამსახურე ყველა ერთსულოვანი ვიყავით და 2 კაპიკი იყოს, 2 ლარი იყო, თუ 3 ლარი იყო, თუ 5 ლარი, ზოგი იმას იცავდა, ზოგი იმას იცავდა და 2 კაპიკი იყო. ამის რო გავეკეთებინა ეს. შემდეგ შეწყდა ეს ყველაფერი. ზოგიერთმა მუშამ აღარ მოინდომა, რომ მას რა ქვია, გაეგრძელებინა 5 ლარის შემოწირვა ეკლესიაზე და ამიტომ ძირითადი თანხა მაინც მქონდა ჩვენ. ასე რომ ახლა ინჟინერ პერსონალი იხდიან ისევე აგვეგეთებენ ტრესიდან 5000 ლარამდე გვაძლევენ თვეში და მუშა მოსამსახურეს ველაპარაკებით და ყველამ გამოთქვა სრული ისევ იქნება დაიწყონ და გააკეთონ, მაგრამ უკვე ხელმძღვანელი არ არის რომ ჩაუდგეს სათავეში და გამგეობამ შემომწირა 15000 ლარი. მშენებლობის ხელმძღვანელი მამა ამირან მოდებაძე იმედოვნებს, რომ პირველ რიგში უფლის შეწევნით და ადამიანების გვერდიდგომი დაწყებულ საქმეს ბოლომდე მიიყვანს. ამბობს, რომ კეთილი ადამიანების დახმარებით ტაძრის სახურავი, ზარები და ჯვარი უკვე შეძენილია. იმედი გვაქვს ჯერ ღმერთის. ღვთის მოსავი ხალხი ღმერთმა ძალიო სამქვეყნად. არიან ისეთები, რომელიც თავის ხელფასიდან მაძლევენ ხოლმე რომ ბიჭებს საჭველი ვაჭამო.
ჭიათურაში ანდრია პირველწოდებული სახელობის ტაძრის მშენებლობა საფუძველი სრულიად საქართველოს კათალიკოს პატრიარქმა ილია მეორემ ჩაუყარა. ეს ყველაფერი 2010 წლის 18 სექტემბერს მოხდა. ადგილი პატრიარქმა საკათედრო ტაძრის ასაშენებლად აკურთხა და ჭიათურას საჩხერის სამღვდელოებასთან ერთად პარაკლისიც გადაიხადა. ანდრია პირველწოდებული სახელობის ტაძარი და პატრიარქი გახსნის სკოლას ანდრია პირველწოდებული სახელობის. მშენებარე ტაძარი ამჟამად ასე გამოიყურება. მისი დასრულებული ვარიანტი კი ასეთია. საკათედრო ტაძარი 33 მეტრის სიმაღლის უნდა იყოს და ზემო იმერეთში ყველაზე მაღალი იქნება. სახარებაში უფალი ბრძანებს. ვინც ჩემი სახელით მიაწვდის თუნდაც ცივ წყალს, ერთს ამ მცირეთაგანს, ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ, არ დაეკარგება მას თავისი საზღაური.